დღევანდელი ჩემი სტუმარი არის გოგონა, დარწმუნებული ვარ, რომ მისი სიმღერა თინეიჯერობის ასაკში ყველას მოგვისმენია. ძილის წინაც მოგვისმენია და გვიტირია კიდეც, როცა შეყვარებულები ვყოფილვართ, როცა დაქრაშულები ვყოფილვართ, ეხლა ესე რა ვთქვა და დღეს შვილთან ერთად ვყავს სტუმრად და კვლავ ვიტრიალებთ ამ თემასთან დაკავშირებით და ისიც. გამარჯობა გოგოებო. გამარჯობა. ой, მე საყვარელი აქვს აქსესუარი ხა. ხო, ძალიან. ამაზია. მადლობა. აბა რომ სიმღერაზე ვსაუბრობდი შენი აზრით? ჩემი აზრით, გაივლის დრო და მიხვდები. ეხლა მეგონა რომ ვიტყოდი ვარსკვლავები და არა, ეგ ცოტა დაქრაშულობასთან. აი ეს ტექსტი ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე სიმღერაში და მაგპონჩი მაგაზე ვიფიქრე. აბა მითხარი, ეხლა როგორ მოგწონს მიმაკრეოს ეტლი? ძალიან მოგწონს. როგორი კომფორტულია? მართლა ყველას გულწრფელად ვურჩევ, რომ შეიძინოს ეს ეტლი, იმიტომ რომ იმდენად კომფორტულია და ისეთი კარგია. ანუ ძალიან გვიყვარს რა და ეხლა მოგვიწია სხვადასხვა რელიეფზე სიარული, ანუ ხილვებიანზეც, ორგზაზეც. ძალიან კომფორტულად. კი, კომფორტულია და თან ულამაზესია, აი მართლა ულამაზესია. ესეთი ეტლი, ანუ სხვა არ მინახავს. ანუ მიახლოებით, აი ოკეი რო არ მინახავს რომ ამბობს, ბევრი მარიცის და რატომღაც მეც რაღაცა ესე ვიყავი დაეჭვებული. შვილი ყავს თუ არა, მანამდე თუ პირველია თუ მეორეა მართლა. ხო და არ მინახავს რომ იძახის, გამოცდილება აქვს დედობასთან დაკავშირებით, ეს არის მეორე შვილი და მოდი კომენტარი ვათქმევინოთ. თქვენ რა სიტყვით? აგუ? აგუ? იცით? ძალიან ხიარულია. One fine day we fly away. Don't you know the Rome wasn't built in a day? That is you and me. We're meant to be walking free and harmony. One fine day. სად მიდიხართ აბა დასასვენებლად? ესე იგი, დასასვენებლად ახლა მივიდივართ პრაღაში 4 დღე და მე ავირჩიეთ ხორვატიის კუნძულები, არის ულამაზესი და უმშვიდესი და პასპორტი რო გავუკეთე ვიცით? კი, პასპორტი გავუკეთეთ და ძალიან მიხარია. აი თან გავისეინებთ ახლა და ეტლს კიდე უფრო კარგად ვიდეოშიც გამოცდია. Yes. პირველი შვილი რამდენი წლის არის თან? ზუკ არის 15 წლის და სექტემბერში ხდება 16-ის და არავის არ ჯერა როცა ერთად შეინებთ მე ნინა და ზუკა, იმიტომ რომ ზუკას ყველას გონია ჩემი ძმა. და რა თქმა უნდა ნინაზე ეხა ხვდებიან რომ ჩემი შვილია, მაგრამ ესე იგი 16 წლის წინ გახდი დედა. Yes. პირველად და ახლა და მაინტერესებდა რამე განსხვავებები თუ იყო ემოციებში. კი, იცი რა არის, ანუ ეხლა ბევრად უფრო მაგრად გზნობ რა, ბევრად ემოციურია, ბევრად უფრო ჩვენი ინდოელი კორიერები. დიახ. ბევრად უფრო გააზრებულად აკეთებ ყველაფერს და უფრო რაღაც მშვიდი ნერვებით და მაინც პატარა რო ხარ, ხო იცი, გინდა რომ გაერთო. კი, და აი ყველა შენი მეგობარი მიდის რაღაც დაბადების დღეზე საგულაოდ და შენ ხარ სახი და აი ამ რეჟიმში და ეხლა უკვე ცოტა კიდია გართობა და ნუ აი ძალიან კი, ყველაზე კარგი. ემოციურადაც ისედაც. ყველაზე კარგი. კიდევ თქვენ თუ იცით, მე ვიყავი უკვე TikTok-ზეც ნახავთ სალიოს კონცერტზე, ბავში რო გააჩინა, ერთ თვეში უკვე კონცერტი ქონდა. მღეროდა და თან როგორ იცი რომ ხმასთან დაკავშირებით აქვთ ხოლმე პრობლემები მშობიარობის შემდეგ და ასე. კი, ძალიან კარგი შეკითხვაა და იცი რა, ძალიან ღელავდი, რადგან ეს მშობიარობა რაღაცად ადუნებს, მე მგონი თუ სწორად ვიზახი იოგებს რა. და რაღაც მაღალი ნოტების აღება ისე არ შეგილია როგორც ადრე და ამიტომ რაღაცა ვარჯიშობდი და ვაკეთებდი ამ რაღაცა პატარა გამებს. მია. კიდევ მაინტერესებს როგორც სალიო, როგორც მომღერალი, რა გეგმები გვაქვს, რა ცნობილდებოდეთ, რაიმე ახალი ხო არ არის? ესე იგი, შემომეწერა ქართული ტექსტით სიმღერა, რაც შენ ჩაგიგდე. ანუ ნახე, ექსკლუზივი მაქვს. დიახ, მართლა პირველი შენ ჩაგიგდე, ოღონდ მართლა. ხო, ეგეც. არავინ არ იცის ჯერ ეს სიმღერა. ამ ზაფხულში ველოდებით ჰიტს. Yes. რამდენი ხანში იქნება, როდის მოვასწავლოთ? იცი რა, დღეს რეჟისორს ვესაუბრე და რაც შეიძლება მალე უნდა გადავიღოთ, რადგან აი როგორი სიმღერა, ისე აი ყველას გაუსწორდება იმ პონჩი, რომ სევდა და
ცუდი ხასიათი უკვე არავის აღარ უნდა რა, პოზიტიური. დილით რო გაიღვიძე, უნდა ჩართო. კი. შემორჩეის რაღაცა ცუდი მართლა ეგეთია. კი, მართლა ეგეთია და რაღაცნაირად ყველას ისე мотиваციას გაუკეთებთ, რომ იყვნენ კარგ ხასიათზე და უფრო გემრიელად აკეთონ თავის საქმე, რასაც აკეთებენ. კი, ველოდებით სამუსიკას, მაგრამ კიდევ მე ვიცი, რომ უცხოეთში სწავლობდი. კი. და ბევრს არა აქვს შესაძლებლობა მუსიკოსებს მომღერლებს, რომ უცხოეთში ისწავლონ და მოდი აი პატარა ისტორია გაიხსენე რამე. კი ბატონო. იცი რა შეეხება ამერიკას, ამერიკა არის, აი მე თვითონ ვთვლი, რომ ჩემი მეორე სახია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც შევიძინე ამერიკაში რა. არა მარტო სწავლა, აი თუნდაც ჩემი თავი მან დავიმკვიდრე, იმიტომ რომ პატარა რო ხარ თან საქართველოსთან რაღაცა ჩვენ მაინც ისე დროს ვართ გაზრდილები, ჩვენი თაობის ხალხი, რომ ძალიან ბევრი კომპლექსი გაქვს, რომ ეხა მართლა კარგად ვღერი, ან კარგი ვარ, ან რაღაცა. ამერიკაში ისეთი თავდაჯერებული ადამიანები არიან, განსაკუთრებით ძალიან მიყვარს ჩემი შავკანიანი ქალი მუსიკოსები, აი ძალიან მაგარი ტიპები არიან. აი საერთოდ ეჭვი არ ეპარებათ თავის გარეგ. ხო, ძალიან დიდი რაღაცა. ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე მაგათგან. ასევე სტუდიაში ჩაწერები მქონდა სხვადასხვა მუსიკოსებთან და ეს კოლაბორაცია ძალიან მნიშვნელოვანია. New York Film Academy არის ძალიან კარგი და შეიძლება ეხა იქაც წავიდე პატარა workshop-ით რა დიდი ხნით არ ეხა ნინასთან ვერ მოვახერხებ, მაგრამ აი მაგას გავიხსენებ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველას ვურჩევდი, ვინც ეხლა იწყებს ამ კარიერას, რომ აუცილებლად იმოგზაურეთ და კოლაბორაცია გააკეთეთ ყველასთან, აი ყველა სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებთან, იმიტომ რომ ეგ გამოცდილება არის უდიდესი კი და ყველაზე კარგი ტრეკები მაგ დროს ხვება რა. ანუ აუცილებლად უნდა შევეხო კიდე იმ თემას. აინები, მაინები, სიკები და საინები. ჯოსტონი ხო? კი. რა ქონდა კოლაბორაცია ეგ საქართველოს ანუ ჩვენი ჯაზ ფესტივალი და ისე თუ ჯოსტონთან დაკავშირებით ანუ გვანცა ჯიშკარიანი არის ჩვენი მეგობარი, ვინც ანუ შემთხვევით გაიგო ეს ამბავი, რომ ჯოსტონი ეძებდა ქართველ მუსიკოს, ვისთანაც შეძლებდა ამ დუეტის ჩაწერას და თუ რამოდენიმე მუსიკოსი შეთავაზეს, მაგრამ ნინათან მღერის. რამოდენიმე მუსიკოსი შეთავაზეს, მაგრამ არჩევანი ჯოსმა გააკეთა ჩემზე და ძალიან გამეხარდა. აი ისეთი ბედნიერი ვიყავ, იმიტომ რომ ძალიან მომწონს ჯოსი არჩევანი გააკეთა. მეც ხავი ბათუმში ვეცავიდა. აუ ძალიან მაგარი გოგო და ძალიან მაგარი მომღერალი და არ ვიცი, აი ყველას გაუსწორდა ეგ დუეტი, რაღაცა აინები ახალი. რა ვიცი, სიამოვნებით. ეხა ჯოსმაც მე მგონი ეხა გააჩინა ცოტა ხნის წინ ხო? რაღაცა 2-3 წლის. გადავხედავ ინსტაგრამზე. კი, და ისიც ცოტა პატარა პაუზაში იყო ჩემი აზრით. ზუსტად არ ვადევნებ ხოლმე თავს. ნინო ჩააჭირა. გონი დუეტი გვაქვს დღეს. დაიწყე. ქართულები არიცი? აღვაღვები. რა საყვარელია ეხა რა უწევს ისეთი მაგარი სიმღერის მოსმენა ძილის წინ დაიძინე იავნანა და შენ წარმოგიდგენ ჩემი შვილი რაცა იავნანა მეც მომღერებ ხოლმე შეშუ სადმე ერთად გავასეინო და ერთად დავისვენე დედა გაჩუნდი მეძინებაო გაჩუნდია შენ კიდე რა ბედნიერი ხარ ვერც წარმოგიდგენია ბევრი ახალბედა მშობლისთვის ყველაზე საინტერესო კითხვა ჩემთვისაც იყო კვებასთან დაკავშირებით. ბუნებრივზე ყავს ხო, როგორც ვიცი? ბუნებრივზე მყავს. და მართლა იგივე თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ აი არაჩვეულებრივია და ყველა ჯობს რომ გაგიჭირდეს და თან იცი როგორ არის კომფორტულიც არის, რადგანაც გარეთ რო ხარ გამოსული, უცებ შეგიძლია რომ ჭამოს ბავშვმა მაშინ როცა უნდა, არ გიწევს რაღაცა წყლის გაცხელება და ასე შემდეგ, თუმცა პირველი ერთი კვირა არის, აი მე ვარ დღეს სტუმარი. დი ურთულესია მართლა და არ ვიცი, აი ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა იმ ქალს, ვინც მაგ გადაწყვეტილებას იღებს, რომ შვილს მოდელა ბავშვიკებს ეგ გაუკეთოს, იმიტომ რომ მართლა ანუ იმის გარდა რომ პრაქტიკულია და კარგია, ну აი რამდენ რაღაცა შეიცავს და
გორი მაგარია რა. კი, ძალიან კარგია ჯანმრთელობაზე, ნაკლებად ავადდებიან. კი. ეგეც არის. იცავ ყველანაირი ვირუსისგან და ვირუსისგან იცავს და დედის რძე შეუცვლელი ფორმულა. დიახ. შენ კიდე ბედნიერი გოგო ხარ. მინდოდა რომ ესეთი მოკრა ყოფილიყო ჩემი ვლოგი და ეხა დავასრულებთ, იმიტომ რომ თან ნინასაც ეძინება. ახლა დიდი მადლობა რომ მესტუმრე. არაფრისა მითხრა. არაფრის. დიდი მადლობა ასევე გაზიარებისთვის. ეტლი მართლა საუკეთესო გაქვს შერჩეული მიმაკრეო, სუბუქი არის. 0 თვიდან გამოიყენება. სასეირნო ეტლის ყიდვა მე აღარ გვინდა, იმიტომ რომ ისედაც სუბუქია და ზაფხულში არაჩვეულებრივია მისი ტარება. და მეტი რა ვთქვა, ბუნებრივ კვებაზე ვყავსო, გავიხსენეთ ამბები, ისა ესა და დაგეფშტოვებით. ნახვამდის მადლობა. ნახვამდის.